რომ დათანხმდით გადაცემაში მონაწილეობას გვაქვს დრო იმისთვის რომ ვისაუბროთ პრინციპში ყველა მნიშვნელოვან მოვლენაზე რასაც ამ წლის განმავლობაში ქონდა ადგილი და არ იყო მარტივი წელი და განსაკუთრებით ეს ბოლო 6 თვე რაც თქვენ უკვე პრემიერ-მინისტრი ბრძანდებით იყო საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა ამ კანონთან მიმართებაში ხო ესეთი ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო მე გვესმოდა საკმაოდ წავე კრიტიკა როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ მოკლედ საკმაოდ რთული დღეები გადაიარა ქვეყანამ და დღეს გვაქვს მოცემულობა რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია. ამის პარალელურად გვესმის თქვენგან რომ მთავარი სლოგანი არის ღირსებით, მშვიდობით, კეთილდღეობით ევროპისკენ. მინდა რომ ამით დავიწყოთ საუბარი რომ რამდენად თავსებადია ეს ორი რამ ერთმანეთთან და როგორ ხდება რომ მთავარი სლოგანი არის ევროპისკენ და მეორე მხარეს თქვა იგივე ევროკავშირის ელჩმა თქვა რომ ეს პროცესი შეჩერებულია. მოგესალმებით, დიდი მადლობა, მოგესალმებით ტელემაყურებელს. საერთოდ თქვა გამომივიდა, მაგრამ პირველი იყო. რაც შეეხება ევროინტეგრაციას, ყველას მოგეხსენებათ, რომ ეს არის არა მარტო ხელისუფლების, არამედ ხალხის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშიც არის ასახული და ჩვენ მოქმედებთ რა თქმა უნდა ამ პრიორიტეტის შესაბამისად, ქართული ხალხის ნების შესაბამისად, რომლის უმრავლესობა უჭერს ხარს საქართველოს ევროინტეგრაციას, რაც შეეხება თვითონ დინამიკას და პროცესს, მიუხედავად იმ განცხადებებისა, რომლებიც მოვისმინეთ ამ პროცესთან დაკავშირებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაფერი წარიმართება საბოლოო ჯამში იმ მიმართულებით, რა მიმართულებაც აქვს აღებული ჩვენს ქვეყანას და ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანთან დაკავშირებული, ჩვენ საბოლოო მიზანთან დაკავშირებული, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული. თქვენ გახსოვთ მსგავსი ტიპის განცხადებები, იგივე 2022 წლის ივნისში ან მოგვიანებით დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში სტატუსის მიღებამდე, როცა უარი გვეთქვა სტატუსზე აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზებით, უпростоრად ყოველგვარი მიზეზის გარეშე. თქვენ გახსოვთ მაშინ არავითარი მოთხოვნაც კი არ იყო წაყენებული ქვეყნის მიმართ, არაფერს არ ითხოვდნენ, არ იყო 12 პუნქტი, არც 9 პუნქტი, როდესაც 2022 წლის ივნისში საქართველოს ეთქვა უარი კანდიდატის სტატუსზე. მოლდოვას, რომელიც არის DST-ს წევრი ქვეყანა, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ევროპული ქვეყანა, ძალიან სუსტი ინსტიტუტებით, ანუ 1000 პრობლემით, ხო? მოლდოვას მიენიჭა DST-ს წევრი ევროპას კანდიდატის სტატუსი, საქართველოს არა, მაშინაც იყო 1000 გვარი განცხადებები. შემდეგ წელიწადნახევრის განმავლობაში გაგრძელდა ეს პროცესი, იყო მუდმივი კრიტიკა, მუდმივი უარყოფითი განცხადებები, თუმცა ჩვენ ვიბრძოლეთ და ვიბრძოლეთ ქართულ ხალხთან ერთად და სწორედ ამ ბრძოლის საფუძველზე მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. მიუხედავად იმისა, რომ წელიწადნახევარი ვერავის ვერ ვათქმევინეთ, რომ საქართველოს იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. მათ შორის ვერც ქვეყნის შიგნით ოპოზიციას, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, ლიანად რადიკალურ ოპოზიციას, ვერც ერთ ადამიანს ვერ ვათქმევინებთ, რომ საქართველოს იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და იგივე იყო ქვეყნის გარეთაც. არავინ არ ამბობდა ამას. საბოლოო ჯამში ჩვენი ბრძოლის შედეგად მივიღეთ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი. ახლაც იგივე ვითარება. მაგრამ დღეს პირდაპირ არის ნათქვამი, რომ შეჩერებულია გაწევრიანების პროცესი. არავითარი არცებითი განსხვავება არ არის იმ პროცესებს და განცხადებებსა და ამ განცხადებებს შორის, რაც იყო 2022 წელს, 2023 წელს, იგივე უსამართლობასთან გვაქვს ჩვენ საქმე 2024 წელსაც. თუმცა გახსოვთ, მაშინ ვიბრძოლეთ, საბოლოო ჯამში მივიღეთ სტატუსი. ახლაც ანალოგიურად თუ ჩვენ ერთად დავდგებით, თლიანად ქართული ხალხი და მე დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ქართულ ხალხს აქვს დაგროვილი, განსაკუთრებული გამოცდილება, იგივე ის გამოცდილება, რომელიც სამწუხაროდ არ ქონდა დაგროვილი უკრაინულ ხალხს, რის გამოც ის ქვეყანა მივიდა ძალიან მძიმე მდგომარეობამდე. ქართულ ხალხს აქვს საკმარისი გამოცდილება და გამოცდილებასთან ერთად სიბრძნე დაგროვილი იმისათვის, რომ არავინ არ წამოაგოს პროვოკაციებზე და ანუ ასეთი ტიპის უსამართლობის ხარჯზე არ მოხდეს ქვეყნის წაყვანა იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც სამწუხაროდ ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა წავიდა. თუ ჩვენ ერთად დავდგებით და თუ ჩვენ სწორად გავანალიზებთ ყველაფერს, ამ შემთხვევაში გაგრძელდება ქვეყნის განვითარებაც და ჩვენ წავიწევთ წინ ასევე ევროინტეგრაციის მიმართულებით, კერძოდ გაიხსნება მოლაპარაკებები საქართველოსთან. ასევე მე მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად გაუგებარი იქნება, თუ წელსვე ქართულ ხალხს არ მიენიჭება ეს გადაწყვეტილება, ხო, რასაც ქვია მოლაპარაკებების გახსნა. ჩვენ უკვე მიგვაჩვიეს ამ, რა თქმა უნდა, ეს ნარატივიც, ეგრეთ წოდებული ნარატივიც იყო აბსოლუტურად ყალბი, მაგრამ გვეუბნებოდნენ, რომ თუ კი რაიმე ნაბიჯი გადმოიდგმება ევროკავშირის მიმართ, ეს იქნება
ნაბიჯი არა ხელისუფლების მიმართ, არამედ ქართული ხალხის მიმართ. ახლა გაუგებარი იქნება თუ ქართულ ხალხს ეთქვიან უარს მოლაპარაკებების გახსნას. ხო ეს იქნება ზუსტად ისეთივე უხეში ბჭყალებში შეცდომა, როგორც იქნა დაშვებული იგივე 2022 წლის ივნისში. როგორ უნდა მოხდეს, როდეს თქვენ მუდმივად საუბრობთ ამაზე, რომ დაალაგდება საჭირო გადაწყვეტვა ურთიერთობების ასეთი განცხადებები კეთდება ხელისუფლების მხრიდან და თქვენ პირადად მხრიდან, მაგრამ როგორ ხედავთ ამ დაალაგების გზებს? თქვენ მოყავთ წინა წლის მაგალითი, თუმცა ასეთი მწვავე მაშინ, აი მაგალითად, სულ რომ ბოლო განცხადებები დღევანდელი მოვიყვანო, ხო, კონგრესში გაკეთებული განცხადებები. ძალიან მწვავე კრიტიკა ისმის და ფაქტიურად განცხადებების ქვეტექსში იკითხება, რომ იქ თქვენს პირდაპირ ჩვენი იმედია არჩევნები. ანუ თითქოს ნიშნება კეთდება რომ ისინი რაღაცა სხვა ხელისუფლებასთან ლაპარაკს გეგმავენ მომავალში. ანუ ამით რა მინდა იცით გითხოთ, როგორ ხედავთ იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და იგივე ევროპასთან აი ამ ურთიერთობების გადაწყვეტვას, რა ფორმით? ზუსტად ისევე დაალაგდება ყველაფერი, როგორც კანონი შესულია ძალაში. ანუ ისინი ხოდნენ კანონის ზუსტად ისევე დაალაგდება ყველაფერი, როგორც მივიღეთ კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში. მაშინაც იყო უამრავი უსამართლობა, ძალიან უხეში განცხადებები. მე შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა 3 სხვადასხვა უსამართლო რეზოლუცია დაამტკიცა, სადაც საუბარი იყო კრიმინალების დამნაშავეების გათავისუფლებაზე და სადაც საუბარი იყო ბიზნეს ემერიშვილის დასჯაზე. ხო 400-ზე მეტი ხმით დაამტკიცა ერთ-ერთი რეზოლუცია მათ შორის. იქაც იყო არანაკლები უსამართლობა, ხო ამაზე უარესი, ამაზე ნაკლები არაფერი არ ხდებოდა, ხო რაც მოვისმინეთ იგივე გუშინ კონგრესში და სენატში, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ აჩვენებ შენ ღირსეულ პოზიციას, ყოველთვის მიიღებ შედეგს შენი ქვეყნისთვის, ეს გამოჩნდა მათ შორის 2023 წელსაც, 2022 წლებში, თუ აქაც დავიჭერთ ღირსეულ პოზიციას ქართულ ხალხთან ერთად მიიღებთ ჩვენი ქვეყნისთვის იმ შედეგს, რომელიც გვინდა რომ მივიღოთ, ეს არის მოლაპარაკებების გახსნა. ხო თან მithumetes იმის გათვალისწინებით, რომ მოლაპარაკების გახსნა სავაჭროდაც არ არის მაინც და მაინც ასე თქვა ძლიერი ინსტრუმენტი, არსებითი არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, არა მარტო არსებითი, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მოლაპარაკებებს წელს გაგიხსნიან და 2030 წელს გახდები ევროკავშირის წევრი, თუ მომავალ წელს გაგიხსნიან და ისე 2030 წელს გახდები ევროკავშირის წევრი. ხო საბოლოო ჯამში 30 წლამდეა და მანამდე პროცესში არაფერი არ იცვლება რეალურად. წელს იქნება თუ გაისად იქნება, საბოლოო ჯამში მაინც ორიენტირი არის განსაზღვრული 2030 წელთან მიმართებით, ხო ეს უკავშირდება როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას, ასევე საქართველოს. ამიტომ სავაჭრო და შანტაჟის ინსტრუმენტადაც არ ვარგა, როგორც ასეთი მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ნუ აქედან გამომდინარე, ყველამ უნდა მიიღოს პრაგმატული გადაწყვეტილება, ქართულ ხალხს არ შეიძლება უთხრა უარი მოლაპარაკებების გახსნას. კარგი, ბატონო ირაკლი, ჩვენ მოვისმინეთ ასეთი განცხადებაც ბიძინა ივანიშვილმაც თქვა იმ ბოლო საარჩევნო კამპანიისას, რომ გადასატანია მაქსიმუმ 1 წელი და იქ საუბარი იყო, რომ ამერიკაში არჩევნებია და რომ ომი დასრულდება შესაძლოა 6 თვის, შესაძლოა 1 წელიწადში. დღეს თქვენ თქვით, რომ აი, როდესაც ომი დასრულდება, მე შეიცვლება ეს გეოპოლიტიკური ვითარება და თქვა სხვანაირად დაგვეკონტაქტება დასავლეთი, ხო? რაც ამ ტიპის განცხადებები კეთდება, მაგრამ ეს ხო არ არის დამოკიდებული საქართველოს ხელისუფლებაზე, ანუ მესმის ყველას გვინდა რომ მალე დასრულდეს ეს ომი და თან გააჩნია როგორ დასრულდება, ხო ამ ყველაფერს ხო დიდი მნიშვნელობა აქვს. რა გარანტია აქვს საქართველოს ხელისუფლებას ის, რომ ჯერ 6 თვეში ან 1 წელიწადში ეს ომი სრულდება და მე პირდაპირ დამოკიდებულება ამ ომის დასრულებაზე, რატომ არის მხოლოდ საქართველოს და თქვა არა მოლდოვა და უკრაინა თავისთავად ომში და გასაგები. ანუ რითი აღმოჩნდით ჩვენ განსხვავებულ მდგომარეობაში, მაშინ თქვენი შეფასებით, თორე ნუ ღიად ითქვა რომ ეს ამ კანონის გამო ხდება. ჩვენ გვაქვს ჩვენი ლოგიკური დასკვნები, რაც რა თქმა უნდა გარკვეულ ინფორმაციას ასებსნება ომთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მაქსიმუმ 1 წელიწადში, რაც ითქვა არაერთხელ, დასრულდება ომი უკრაინაში, ეს პირველ რიგში უკრაინისთვის არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა მარტო უკრაინისთვის, მთლიანად რეგიონი დამშვიდდება იმ შემთხვევაში, თუ რაც შეიძლება მალე დასრულდება ომი ჩვენს მეგობარ ქვეყანაში. იქიდან გამომდინარე, ჩვენც რა თქმა უნდა ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ იმაზე, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდება. ჩვენი პროგნოზით ეს უნდა მოხდეს მაქსიმუმ 1 წელიწადში, თუმცა შესაძლებელია იგივე თუნდაც იანვარში დასრულდეს ეს ომი, ხო? ნუ კონკრეტულ ფაქტორებს იქნება ეს ყველაფერი დამოკიდებული. რაც შეეხება ხელისუფლების როლს და პოზიციას, ჩვენ უნდა დავიჭეროთ ღირსეული პოზიცია და ბოლომდე დავიცვათ ეროვნული ინტერესები. ზუსტად ეს გავაკეთეთ თავის დროზე 2022 წელს, როცა იყო ძალიან დიდი ინტერესი მეორე ფრონტთან დაკავშირებით. ეს ინტერესი იყო კონკრეტული ფორმით გამოხატული მათ შორის. მე მინდა შეგახსენოთ იგივე საჯაროდ რა მოთხოვნებსაც აყენებდნენ იგივე NGO-ები, იგივე რადიკალური ოპოზიცია. ნუ სხვა თემებზე არ მინდა ვისაუბრო, რა საუბრობდა დახურულ კარს მიღმა. პირდაპირ საჯაროდ დააყენეს მაგალითად ორი კონკრეტული მოთხოვნა. ერთი იყო სანქციების დაწესება, და თქვენ გახსოვთ რამხელა აჟიოტაჟი
მოყვა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ შევერთებოდით სანქციებს, იყო აბსოლუტურად არაჯანსაღი რეაქცია, ანტისახელმწიფოებრივი რეაქცია ამაზე, მათ შორის რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, NGO-ების მხრიდან და მეორე მოთხოვნა რაც დაგვიყენეს, ეს იყო უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა მთავრობის ოფიციალური თანხმობით. თუ პირველი გადაწყვეტილება ნიშნავდა ერთი რომ ეკონომიკის ჩამოქცევას და მეორე ესკალაციისკენ ნაბიჯის გადადგმას, რაც საბოლოო ჯამში ისევ მეორე ფრონტამდე მიგვიყვანდა, მეორე მოთხოვნა, რასაც ქვია მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა მთავრობის ოფიციალური თანხმობით უკრაინაში, უკვე პირდაპირ ნიშნავდა საქართველოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში. მაგრამ ის შიდა აქტორების განცხადებები, ბატონო ირაკლი, და გარე აქტორებზე ასაუბრებს, ჩვენის განცხადებაც ვნახეთ, ანიუმებთან წახვალთ, მე ამაზე მინდა გითხოთ. მე მინდა გაჩვენოთ საერთო სურათი, რამხელა კოორდინაცია იყო, ეს ხო ჯერ შიდა, ასე ვთქვათ, სუბიექტების განცხადები, კიდევ ერთხელ საერთოდ არ ვიტყვი იმას, თუ რა ხდებოდა დახრულ კარს მიღმა, ვირას გვეუბნებოდა ეს დავტოვოთ კონფიდენციალურად. არა, დავუბრუნდებით ამას. რაც შეეხება გარე ფაქტორს, ერთ მაგალითს მოვიყვან. 1 მარტს 24 თებერვალს დაიწყო ომი, თებერვალი იყო 28, ასე ვთქვათ, 4 დღე იყო თებერვალში ეს პროცესები და 1 მარტს უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან ელჩის გაწვევის თაობაზე. ორი საბაბით. პირველი ეს იყო სანქციების არ დაწესება და მეორე ეს იყო მებრძოლი მოხალისეების არ გაგზავნა. აქედან ჩანს, რამდენად დიდი იყო კოორდინაციის მასშტაბი. ეს არ იყო მარტო შიდა სუბიექტების მოთხოვნა. ძალიან დიდი კოორდინაცია შეიკრა საქართველოს წინააღმდეგ, ამაში ჩართეს სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლებაც და იყო პირდაპირ ინტერესი. დღესაც დგას ეს საფრთხებად თქვა ეს ამბობთ რომ იყო ომის დრო დაიწყო მაშინ. დღესაც დგას ეს საკითხი, რომ ბოდიში დავასრულებ კითხვას. აი წაღანაც თქვი რომ საპატიო თავმჯდომარემ თქვენი პარტიის პირდაპირ თქვა რომ საკითხი ასე იდგაო, ან იომებთან წახვალთ. და ეს გვესმის მუდმივად, ხო, თქვენც ახლა მეორე ფრონტზე საუბრობდით. არსებობს ამის რაიმე მტკიცებულებები, იმიტომ რომ მოვისმინეთ უმრავლესობის ლიდერმა თქვა რომ ჩვენ სიმართლეს ბოლომდე არ ვამბობ, თქვენ თქვით ერთხელ უბრაინთა შეხვედრაზე რომ აი 20% მოვუყევი პირადად რაღაც აი ამ დეტალებზეო. მოკლედ, ანუ ბოლომდე სიმართლე, რასაც თქვენ ეძახით და რაც არის თქვენი სიმართლე, თქმულა თუ არა საზოგადოებასთან და არსებობს თუ არა ამის რაიმე მტკიცებულება, იმიტომ რომ თქვენი ოპოზიცია, მით უმეტეს და ოპონენტები მუდმივად ამბობენ რომ ეს არის რაღაც დაშინების მცდელობა საზოგადოების, ანუ ნაწილს რომ კონსპირაციებია, თავად ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც ითქვა რომ ეს გლობალური ომის პარტიაზე კონსპირაციას გავს, ანუ იმისთვის რომ საზოგადოება დარწმუნდეს, ვთქვა, არსებობს ამის რამე მტკიცებულება, სადაც არ ვიცი ვიღაცის მიერ ითქვა რომ ანიომებთან წახვალთ. ნუ შეიძლება პირდაპირ ეს არის. საზოგადოება მარტივად მოძრაულად რომ გითხრათ, სამწუხაროდ იცის სიმართლის ინფორმაციის ნახევარზე ბევრად ნაკლები. სამწუხაროდ, იმიტომ რომ ჩვენ ბევრ რამეს ვფრთხილდები, ჩვენ გვიწევს გავუფრთხილდეთ ბევრ რამეს, სამწუხაროდ სხვები არ უფრთხილდებიან ბევრ რამეს, მაგრამ ჩვენ გვიწევს გავუფრთხილდეთ ბევრ რამეს, ამის გამო გარკვეული ინფორმაცია არ გამოგვაქვს საჯაროდ. არა, ან ომიან წახვალთ, თუ ომში ჩართვაზეა ქვეყნის საუბარი. ამისთვის რაღაცების მეტი გასაჯაროებას ფიქრობთ, რომ მაინც მოფრთხილებაა, არ ვიცი. მაინც შეიძლება მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხარესაც გვაქვს სერიოზული, ასე ვთქვათ, საბერძნეთ გვაქვს სერიოზული პრობლემები, მაინც მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ გარკვეულ ურთიერთობებს, გარკვეულ მოცემულობას და ამის გამო ჩვენ გვიწევს არ გავასაჯაროთ გარკვეული ინფორმაცია, მათ შორის გარკვეულ შეხვედრებთან დაკავშირებით, რაც ამდენჯერმე ვახსენეთ და რაც შეეხება საფრთხეებს, მე შემიძლია ბატონო, არა რა თქმა უნდა, ეს თავი ეს არის ვინ ამბობს, ერთი არას ამბობს, მაგრამ რას ამბობს, ამაზე დაახლოებით ქონდა საუბარი, მაგრამ ვინ ამბობს, ეს არის ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, პრობლემის შემცველი ინფორმაცია, ამიტომ ამაზე რა თქმა უნდა ვერ ვისაუბრებთ. რაც შეეხება საფრთხეებს, მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, თუ თეორიულად ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ პროცესები, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ პრაქტიკულად ეს რა თქმა უნდა ვერ მოხდება, იმიტომ რომ ქართული ხალხი დგას პირველ რიგში ამ ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, მაგრამ თეორიულად ჩვენ რო წარმოვიდგინოთ კოლექტიური ნაცმოძრაობის მოსვლა ხელისუფლებაში, მაგალითად ნოემბრისთვის ხო არჩევნების შემდეგ, მე გარანტიას გაძლევთ, რომ არათუ რაღაც 2 თვეში, 3 თვეში და 4 თვეში პიარულადაც კი არ შეფუთავენ ამას. გარანტიას გაძლევთ, რომ დღეებში საქართველო გახდება მეორე ფრონტი. ამის გარანტიას ვიძლევი იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მე მაქვს და ამიტომ წარსულ დამოწმების დაყრდნობით, რომ ნახეთ თქვენს მუდმივად საუბრობთ ამ ინფორმაციაზე, კი ბატონო, ამბობთ რომ ასე მოხდება, რომ თქვა ნაციონალურ მოძრაობათა ხელისუფლებაში ომი დაიწყება, მაგრამ
მარტო ამ განცხადებებს უნდა ენდოს ამ უმრჩეველი, ამიტომ გეკითხებით თუ შესაძლოა რომ ამის რაღაც გამამყარებელი გარდა ჩვენი განცხადებებისა არსებობს საჯარო წყაროებში კვლავაც მოძიებადი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რას აკეთებდა რადიკალური ოპოზიცია, რას აკეთებდნენ NGO-ები ომის დაწყებიდან უახლოესი დღეებიდან. ეს ხო საჯარო ინფორმაცია დღეს რო გამოდიან და საუბრობენ იმაზე, რომ აღარ უჭერენ ხარს სანქციებს, მებრძოლ მოხალისეებზე ჯერ არ გაუკეთებიათ განცხადება, ვინ იყო, ვინც ამის გამო პრორუსულ ხელისუფლებად გამოგვაცხადა. თქვენ ხო გახსოვთ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, მეორე დღესვე პრაქტიკულად ქართული ოცნების ხელისუფლება გამოაცხადეს პრორუსულ პუტინისტურ ხელისუფლებად ორი მიზეზით. ერთი ის იყო, რომ სანქციები არ დაუწესეთ რუსეთს და მეორე იყო ის, რომ არ გავაგზავნეთ მებრძოლი მოხალისეები და დღეს ამ წყალებში პრორუსულ განცხადებებს აკეთებენ თავად. ნახეთ გვარამიას ამ იმისთვის ეს ორი წელი გავიდა იქიდან, მაგრამ რაც ხო კანონის თემას, ესეც სრული სიღალბეა, ხო? NGO-ებს ჰქონდათ რევოლუციის ორი მცდელობა და ასეთ პირობებში რომ გეუბნებიან, რომ მათი რევოლუციის მცდელობა გამჭრვალეც კი არ უნდა იყოს, ეს არის რა თქმა უნდა ძალიან დიდი სიყალბე და საზოგადოება ამასთან დაკავშირებით უნდა გააკეთოს რა თქმა უნდა შეფასება, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ორი საბაბით ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში ქართული ოცნების ხელისუფლება გამოაცხადეს პრორუსულ ხელისუფლებად. ეს იყო პირველი სანქციების არ დაწესება და ეს იყო უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების არ გაგზავნა. დღეს სანქციებზე უკვე თავად ამბობენ, რომ არ ემხრობიან სანქციების დაწესებას, სანქციებთან მიერთებას, ხო გვარამია გამოდიოდა, ვაშაძე გამოდიოდა, როცა აბსოლუტურად სხვა პოზიცია ეჭირა. თქვენ გახსოვთ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მაინც, ან ერთი NGO-შნიკი მაინც, რომელმაც დაგმო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება ელჩის გამოწვევასთან დაკავშირებით. არც ერთი პირიქით მათ ხარდაჭერა გამოხატეს უკრაინის ხელისუფლების მიმართ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, როდესაც მათ გაიწვიეს ელჩი საქართველოდან. ისინი პირდაპირ ჩართული იყვნენ აგიტაციაში, რომელიც ითვალისწინებდა სწორედ სანქციებთან მიერთებას, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოქცევას, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, ქვეყნის ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, მეორე ფრონტად საქართველოს ქცევას. გახსოვთ ლომჯარიას განცხადება, გახსოვთ გიგაურის განცხადება, ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ და შემდეგ ეს ხო არ გამქრალა არსებობს არქივი, რომელიც უტყუარად მიუთითებს იმაზე, რომ არსებობდა პირდაპირი აგიტაცია მეორე ფრონტის სასარგებლოდ და სამწუხაროდ ეს NGO-ები არიან პირდაპირ დაფინანსებული უცხოეთიდან და გამჭრვალეც არ იყო მთელი ამ წლების განმავლობაში მათი ფინანსები და რაც შეეხება ოპოზიციას, მათაც აქვს საკმაოდ სერიოზული გარე მხარდაჭერა, ჩვენთვის არის შემაშფოთებელი. იმიტომ რომ როდესაც გარე მხარდაჭერის სარგებლობენ სუბიექტები, რომლებიც გამოირჩევიან მტრული დამოკიდებულებით სახელმწიფოს მიმართ, ეს არის რა თქმა უნდა შემაშფოთებელი. და ბატონო ირაკლი, არასამთავრობოებზე ახლა საუბრობდით კანონის ვახსენეთ, აღარ მინდა დეტალებში შევიდეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იმსჯელა პოლიტიკურმა სპექტრმა ჩვენს ეთერებშიც ამ კანონის ირგვლივ, თუმცა მე მინდა დღეს კითხოთ, მიღებულია ეს კანონი, ძალაშია შესული და გონი სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს, რას ელოდებით, აი რა ინფორმაციის მიღებას, თქვათ, როდესაც იყო საუბარი, რომ არ არის გამჭვირვალე რაღაც და ფინანსები არ არის, შავფულზე საუბრობდით, რას ელოდებით ისეც, ან რას გაიგებს საზოგადოება ამ კანონის შედეგად ისეც, რომ ეს ყველაფერი ღირდა თუ შეიძლება ასე ვთქვა, იმ რაღაც დაზიანებად თუ თვლით ესე, ან აი მწვავე განცხადებებად ხელისუფლების, რაც მოუყვა ეს მთელი 6 თვეა, ეს დიდი ვნებათაღელვა თუ შიგნით თუ გარეთ. აი რა მისცა ამ კანონმა სახელმწიფოს? კი, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ტრიალებთ მოდივად პოლარიზაციის, ამაგრეთ წოდებული პოლარიზაციის, იგივე რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეზე, ხო? ანუ არის ჩაკეტილი წრე, რაც რა თქმა უნდა აფერხებს ქვეყნის განვითარებას. და ჩვენ დავაფიქსირეთ არაერთი ფაქტი, სრულიად შემთხვევით, მათ შორის წამოსდენების საფუძველზე, როცა ქვეყნის გარედან ფინანსდებოდა საქართველოში პოლარიზაცია, რადიკალიზმი. ერთ-ერთი ფაქტი შეგახსენებთ, ეს იყო პარტია დროას დაფინანსება, ერთი რომ პარტიის დაფინანსება ყველა ქვეყანაში იგრძელება გარედან, ეს არის აბსოლუტურად არაკონსტიტუციური მოვლენა, დაფიქსირდა ფაქტი, ხო, შემთხვევით არც წამოსდა თუ რა იყო, საკუთარ Facebook გვერდზე დროას ხელმძღვანელმა დაწერა, რომ მადლობას უხდიდა ევროპის დემოკრატიის ფონდს
საარჩევნო კამპანიის ხარდაჭერისთვის. ანუ არა მარტო პარტიას აფინანსებდნენ, პირდაპირ საარჩევნო კამპანია დაუფინანსეს პარტია დროას, რაც არის აბსოლუტურად არაკონსტიტუციური მოვლენა. იყო ყალბი NGO შექმნილი, სინამდვილეში ეს იყო ასლი პარტია დროასი და პირდაპირ ევროკავშირთან დაკავშირებული ფონდიდან ხდებოდა. როგორც კი რა თქმა უნდა უამრავს. როგორც კი გასაჯაროდა ინფორმაცია და ჩვენ უზრუნველყავით ამის გასაჯაროება, როგორც გასაჯაროდა ინფორმაცია დროას, ანუ იგივე პოლარიზაციის რადიკალიზმის დაფინანსების თაობაზე, მაშინვე იიდიმ ევროპის დემოკრატიის ფონდმა შეწყვიტა დროას დაფინანსება. როგორც კი გასაჯაროდება, გამჭრელი გახდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული ორგანიზაციების მეშვეობით ხდება საქართველოში რადიკალიზმის პოლარიზაციის დაფინანსება, მაშინვე შეწყდება ეს პრაქტიკა და ეს ქვეყანა დამშვიდდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზაცია როგორ უნდა დაიხურა? ისინი ამბობენ, რომ არ გაივლიან იმ რეესტრში. ერთადერთი რაც არის გათვალისწინებული კანონით, ეს არის ჯარიმა და როგორ დაიხურებიან? ჯარიმა იქნება ერთ-ერთი დაკისრებული. ნუ რაღაც პატარა ორგანიზაციები ამ ჯარიმებს ვერ გადაიხდიან. ხო, ვთქვათ, იქ იყოს საუბარი, როდესაც გივი მიქანაძე ეკვლევა და დრო არის 5-10,000 ლარიანი დაფინანსებული წვრილ-წვრილი ორგანიზაციები. ერთი რომ საქართველოში მთავარ პრობლემას ქმნიან დიდი NGO-ები, ისინი გამოდიოდნენ პოლიტიკურ სცენაზე, როდესაც ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას და ეს შემდეგ, რაც საერთოდ არ არის ბუნებრივი NGO საქმე. რაც ხდება ზოგადად გამჭრელობას, ხო? აი, კითხვა დავსვათ მარტივად, რატომ შეიძლება NGO-მ არ გამოაქვეყნოს საკუთარი წლიური დეკლარაცია. ისინი რომ გამჭირვალეა ეს ფინანსები და ისინი ადეკვატურია. სწორედ გივი მიქანაძემ გამოაქვეყნა დეტალური ანგარიში არის სრული ტყუილი, აბსოლუტური ტყუილი. არსად არ დეკლარირდება არც ვებგვერდზე, არც ფინანსთა სამინისტროში, არც ორგანიზაციაში. არა, არის ცალკეული ორგანიზაცია, ხო არ არის შეღავათი. ხო რომ მე მინდევს მაგალითად ეს მსხვილი ორგანიზაციები მახსოვს და საუბარი იყო რომ პატარა ორგანიზაციები საქართველოში. არა, არც სხვილი, არც ბადა, არც ერთ ჩვენ რო შევისწავლეთ ეს პრაქტიკა უმსხვილესი ორგანიზაციების უდიდესი ნაწილიც არავითარ ფინანსებს არასაჯაროებს. ანუ ეს პრაქტიკა არ არის დანერგილი. აქედან გამომდინარე ის ხო აბსოლუტური ტყუილი. წინააღმდეგ შემთხვევაში გვაჩვენონ, აბა სანდარი რა ინფორმაცია დევს. მაქსიმუმ შეიძლება კონკრეტულ ორგანიზაციებს, ცალკეულ ორგანიზაციებს ჰქონდეთ უზოგადესი ინფორმაცია პროექტებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ პროექტის ფარგლებშიც რაზე იხარჯება თანხები, ეს საერთოდ არ არის შაშილი. ხო, რო წერია სადღაც რომ 5 მილიონია გამოყოფილი რაღაცის გაძლიერებისთვის, ეს არავითარ ინფორმაციას არ იძლევა. ხო, იგივე თუ ნახავთ თქვენ პოლიტიკური პარტიების დეკლარაციებს, დეტალურად არის გაშლილი, ვისგან იღებენ ფინანსებს პოლიტიკური პარტიები და სათითაოდ რაზე იხარჯება ეს თანხები. რატომ? იმიტომ რომ პოლიტიკის დაფინანსება ქვეყანაში უნდა იყოს გამჭრელი. დღეს როცა საქართველოში NGO-ები არიან ქცეული პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად, ხო, ყველაზე მაპოლარიზებელი პოლიტიკური სუბიექტები არიან ისინი საქართველოში. ისიც კი არ უნდათ რომ გაასაჯაროონ საკუთარი ფინანსები. რა თქმა უნდა, ამას ვერ ექნება ვერავითარი ახსნა, გარდა ერთისა. ვიღაცას უნდა შავი ფულით აფინანსოს ქვეყანაში რევოლუციების მორგი მცდელობა და რა თქმა უნდა, ამას ჩვენ ვერ დავუშვათ. ვიღაცას ვის, ანუ ვის გულისხმობთ? ისევ ამ გლობალური ომის მასზე საუბარი თუ პარტნიორები დაფინანსებენ ხო და მათი ფონდები. კი, აქ ჩვენ ცალსახად კიდევ ერთხელ უნდა გამიჯდოთ ერთმანეთსგან გლობალური ომის პარტია ერთი მხრივ და მეორე მხრივ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ის, რომ გლობალური ომის პარტიას სამწუხაროდ აქვს პრინციპული გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე, როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით, რაც არის ძალიან შემაშფოთებელი მოვლენა, თუმცა ნუ ეს არის ფაქტი და ნუ ამ ფაქტით უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ გამჭრელობა საბოლოო ჯამში დააზღვევს იმ რისკებს, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო უსაფრთხოებასთან. და ბატონო ირაკლი, არა მხოლოდ კანონი იყო ერთ-ერთი თემა, როდესაც აი დასავლეთთან გაუგებრობაზე ვსაუბრობთ და პარტნიორებთან, იგივე ობრაიანი, როდესაც იყო ჩამოსული, ხშირად თქვენი პარტნიორების მხრიდან ისმის, რომ ეს ანტიდასავლური რიტორიკა ხელისუფლების მხრიდან. ისიც მომისმენია, რომ ხელისუფლება ხშირად ამბობს, რომ ჩვენ რა გვითქვამს, მაგრამ იგივე როდესაც რევოლუციურ სცენარებზე საუბრობთ, რომ ამერიკის ელჩი იყო ჩართული რაღაც ორი რევოლუციის მცდელობაში, ის არის წარმოადგენს ამერიკის მთავრობას, ამის შესაძლებლად ისინი იღებენ ამას სწორედ ანტიდასავლური რიტორიკა და არ ვიცი, მაგრამ აი რას გულისხმობენ თქვენი აზრით და შეიცვლება თუ რა, ნუ მხოლოდ კანონი არ იყო თემა ამ უთანხმოების, ხო, მათი მხრიდან. იყო ამ ანტიდასავლურ რიტორიკაზე საუბარი და იმაზე, რომ კანონი, რომელზეც პირობა ჰქონდათ მათ მოსმენილი ხელისუფლების მხრიდან, რომ ის უკან არ დაბრუნდებოდა, შემოაბრუნა ხელისუფლებამ და თავიდან უყარეთ კენჭი, ხო, როდესაც იყო საუბარი, რომ გაიწვიეთ. აი ასეთი უნდობლობა, ასეთი რიტორიკა, აი ესენი არის თუ არა ხელისშემშლელი ფაქტორები პარტნიორებთან ურთიერთობაში და ამ ხრივ უნდა დაალაგდეს თუ არა, თუ ან რა გეგმა აქვს ხელისუფლებას, თქვა კანონი რომ გადავდოთ გვერდზე, რაც პირველ რიგში რაც შეხვდა რიტორიკას, მე შეგახსენებთ როგორი იყო რიტორიკა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. თავდასხმები ქართულ სახელმწიფოზე.
იგი 2019 წლიდან იმის იქით არ წავალ, თუმცა იქაც უამრავი რამ იყო. 2019 წლიდან დაანერგეს ტერმინი დემოკრატიული უკუსლა, რაც იყო სტიგმატიზაციისკენ მიმართული, ასე ვთქვათ, ტერმინი და იყენებდნენ მუდმივ რეჟიმში 2019 წლის ბოლოდან ამ ტერმინს. ეს არ არის ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმა. 2019 წლის ბოლოდან ხდებოდა ეს ყველაფერი. რაც ხდება 2020 წლის ბოლოს. გახსოვთ თავდასხმა არჩევნების ლეგიტიმაციაზე. ანუ აბსოლუტურად ყალბი განცხადებები კეთდებოდა, მათ შორის ქვეყნის გარედან არჩევნების გაყოლბებასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც პირიქით დაუმტკიცეთ ჩვენ ყველას, რომ იქით გაგვიყალბეს პარალელური დათვლის შედეგები. ხო, თვითონ გაგვიყალბეს და ჩვენ გვაბრალებდნენ არჩევნების გაყოლბებას. იყო თუ არა ეს თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, როცა ჩვენ გვაიძულეს გავსულიყავით კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. კონსტიტუციური ვინ გადადგა? მარტო ეს არ იყო მარტო ის კონკრეტული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ჩვენ USAID-ს მიუტანეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პივეტი იყო გაყალბებული. შემდეგ ამ ისვედის ხელმძღვანელმა აღიარა, რომ 3 კვირის თავზე მანაც მიაწოდა ინფორმაცია USAID-ს ამ გადახრის თაობაზე, ანუ ეგრეთ წოდებული შეცდომის თაობაზე. USAID-თან ქონდა, USAID-ის შესაბამის პირთან ქონდა წარმომადგენელთან კომუნიკაცია ჩვენ ამ 3 კვირის შემდეგაც, თუმცა 5 კვირა დაჭირდა საბოლოო ჯამში ამ გადახვევის აღიარებას. ხო, სად არის აქ მაშინ სიმართლე? ხო, იყო თუ არა ეს თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, რა თქმა უნდა იყო. როდესაც ჩვენ გვაიძულეს 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელის მოწერა, რომელიც იყო სრული გადახვევა კონსტიტუციური ჩარჩოდან, გვაიძულეს ხელი მოგვეწერა შეთანხმებაზე, რომელიც ითვალისწინებდა ეგრეთ წოდებულ 53%-იან საარჩევნო ბარიერს. ხო, თუ ვერ გადავლახავდით ამ აბსოლუტურად გაუგებარ ბარიერს, უნდა დაგვენიშნა რიგარაშე საპარლამენტო არჩევნები და ეს პუნქტი ჩაიდო შეთანხმებაში, სწორედ უცხოელების იყო ეს, ხო? ხო, სამშობლოს ერქვა თორემ სინამდვილეში, ანუ ვინც იყო აქ ძირითადი სუბიექტები, ვინც გვაიძულებდა ხელი მოგვეწერა ამ შეთანხმებაზე, იყო სინამდვილეში ორი ელჩი. ოპოზიციური პარტიები ასრულებდნენ აბსოლუტური შერმის როლს. კი, ოპოზიციური პარტიებიც იქ ასრულებდნენ აბსოლუტური შირმის როლს. მოთხოვნებს აყენებდნენ არა ოპოზიციური პარტიები, არამედ კონკრეტული ხო, თუმცა ამ შეთანხმების შედეგად ბატონო ირაკლი საბოლოოდ ყველა შევიდა პარლამენტში. ანუ ამ დიალოგმა და მოლაპარაკებამ ძალიან დიდი როლი შეასრულა. ერთი წელი. ხო, ჩვენ ავიღეთ 47%, რომ აგვიღო 53%-ზე ნაკლები, ეს გამოიწვევდა რიგარეში არჩევნებს და სადამდე მივიდოდა ქვეყანა, ამას ნახავდა ყველა. თუმცა საბედნიეროდ უკრაინიზაცია მოხერხდა და თავიდან ავიცილეთ. მიზანი მთელი ამ პროცესის იყო ქვეყნის უკრაინიზაცია. ყველა მიცოდა უკვე იმ დროს 2021 წელს, რომ უკრაინაში ომი დაიწყებოდა აუცილებლად და მაშინვე იყო ჩაფიქრებული მეორე ფრონტის იდეა. თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ ეს პროცესები ავირიდეთ თავიდან. იყო თუ არა ეს თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, როცა ერთი წელი ქვეყანა არ დაამშვიდეს. ერთი წელი ხელოვნური თავსმოხვეული პრობლემით ეს ქვეყანა არ დაამშვიდეს, როცა 2022 წლის ივნისში აბსოლუტურად ყოველგვარი მიზეზის გარეშე ქვეყანას არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და მერე აიყვანეს NGO-ები პოლიტიკურ სცენაზე და მოათხოვინეს მთავრობის გადადგომა საკუთარი ჩართულობით ახალი მთავრობის შექმნა, ეგრეთ წოდებული ტექნიკა. იყო თუ არა ეს თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, მის სუვერენიტეტზე, მის დამოუკიდებლობაზე, რა თქმა უნდა ეს იყო თავდასხმა. ასეთ პირობებში ხო ვიღაცა რიტორიკაზე რო გვესაუბრება, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი, ხო? ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა. ეს ყველამ ძალიან კარგად უნდა გაიასწროს მას შორის, რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმაც, ჩვენ პატარა ქვეყანას არ შეუძლია ვინმე შეუქმნას პრობლემები. ერთადერთი რაც შეუძლია ჩვენს პატარა ქვეყანას არის ის, რომ მას შეუძლია იბრძოლოს თავსმოხვეული პრობლემების ასაცილებლად. ეს არის ერთ-ერთი რასაც ჩვენ ვაკეთებთ, როგორ შეიძლება ჩვენ დიდ სახელმწიფოებს შევქმნათ პრობლემები. და ბატონო ირაკლი, თქვენ რაზეც საუბრობდით, ეს იყო 2020-ის არჩევნები და შემდგომი პერიოდი მოდის 2024-ის არჩევნები და აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით მაშინ ალბათ თქვენს გსმენიათ, ხო, არის საუბარი, რომ შესაძლოა არ აღიარონ არჩევნების შედეგები, ანუ ამ ფონზე, ასეთი გაფუჭებული ურთიერთობების ფონზე, რა მოლოდინი გაქვთ 2024-ში? ერთი, რომ ძალიან ბევრი დამკვირვებელი ჩამოდის და იქნება ალბათ აი გამადიდებელი შუშით, ხო, ამ
არჩევნების დაკვირვება, რას გეგმავს ხელისუფლება, ანუ გაივლის სახელმწიფო ამ ტესტს ისე, რომ აი თუნდაც რაღაც ძალებმა, ან თუნდაც დასავლელმა პარტნიორებმა, რომელთანაც ახლა დაძაბული ურთიერთობა გვაქვს, თქვათ არ აღიარონ არჩევნების შედეგები, ან უფრო მეტი დარღვევებზე ისაუბრონ და თქვენ რომ ეს არ ჩატარდა თავისუფალ და სამართლიან გარემოში. აი რა მოლოდინი გაქვთ? თუ კი 20-20-ზე თქვათ ასე ხედავთ, რომ პირდაპირ თავდასხმა იყო ეს საქართველოზე. ნახეთ, ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაგვიხვეწა საარჩევნო პროცესი. მათ შორის იგივე არჩევნების დღისთვის შემოვიღეთ ელექტრონული ტექნოლოგიები, რაც აბსოლუტურად გამორიცხავს იქ მანიპულაციებს. ხო, რეგისტრაციას გაივლიან ამორჩევლები ელექტრონული წესით, ხმას მიცემენ ელექტრონული წესით, ხმები დაითვლება ელექტრონული წესით. რეალურად ყოველგვარი მანიპულაცია არის აქ გამორიცხული. ხო, ასეთ პირობებში წარმოიდგინეთ, ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, მე მგონი, ჩვენ ალბათ ნახეთ უკრაინაში, უკრაინის საერთოდ აღარ ტარდება არჩევნები. კაინდა ქვეყანაში და მენცაუმარი მდგომარეობა არა გასხოვნა მოლდოვაში კრძალავენ პოლიტიკურ პარტიებს 10-მდე სატელევიზიო მედია საშუალება დახურეს მარტო ამ პერიოდის განმავლობაში და რეალურად არსად არის მის ხელისუფლებიდან განსხვავებული აზრი არსად წარმოიდგინეთ ასეთი ვითარება და კიდევ ერთხელ გამიმერებ მოლდოვას გაუხსნას მოლაპარაკებები და ჩვენ ვართ ერთი ნაბიჯით უკან მაგრამ თავი დავანებოთ ამას ანუ ერთადერთი ქვეყანა ვართ სადაც შემოღებული იქნა ასეთი წესი, ხო, ან ელექტრონული აპარატურა იქნება გამოყენებული, რაც მანიპულაციებს გამორიცხავს. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, ტარდება თავისუფალი სამართლიანი არჩევნები და იმეორებენ იმ სიმახინჯეს, რაც ვიხილეთ 2020 წლის შემდეგ. ერთი რომ ერთ-ეგივე მდინარეში როგორ შეიძლება ორჯერ შეხვიდე, მე არ ვიცი. მე რო უყურებ გარკვეულ პროცესებს, რისკები რა თქმა უნდა არსებობს. და წამოსვენებიც ჰქონდათ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ამასთან დაკავშირებით იგივე ამ გამჭვირვალობის კანონზე ამბობდნენ რომ იმიტომ უნდათ ეს გამჭვირვალობის კანონი რომ მე ამ NGO-ების დასკვნება დაკარგოს ფასი და ასე შემდეგ ხო ანუ წინასწარ იციან რომ NGO-ები აუცილებლად დადებენ რაც უარყოფით დასკვნას ხო ეს ხო ფარსია იგივე სიყალბეა რასაც ხედავდით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა თავარია საზოგადოება რას დაინახავს და საზოგადოება ნახავს დარწმუნდება რომ არჩევნები კიდევ ერთხელ ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩვენ 2012 წლიდან ჩავაბარებთ წარსულს არჩევნების გაყოლბების პრაქტიკა მას შემდეგ ქვეყანაში ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ასეთი არჩევნები ჩატარდება რა თქმა უნდა წელსაც ბატონო ირაკლი დგას საკითხი თუ არა ესე მაგალითად ქართული ოცნების ლიდერმა თქვა რომ აი უმით უმშვიდობა ფაქტიურად რეფერენდუმია ეს არჩევნები მეორე მხრივ ოპონენტებს როდესაც უსმენთ ისინიც ამბობენ რომ ეს იქნება რეფერენდუმი დასავლეთ თუ რუსეთი. იმ ფონზე, როდესაც ოპოზიცია ამ მიმართულებით მუშაობს, თქვენ უმიდამშვიდობაზე საუბრობთ, როგორ ფიქრობთ, საზოგადოების რეაქცია ელოდებით თუ არა, მოკეთ ადეკვატურს. იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლების მოსახლეობის უდიდეს პროცენტს ვიცით, რომ დასავლეთი უნდა. ანუ ეს გზავნილი ოპოზიციის შეიძლება იყოს ასეთივე რეფერენდუმი, თუ თვლით, რომ მაინც ომით უმშვიდობაზე დადგება საკითხი. რეალურად ნამდვილად არის ეს არჩევნები რეფერენდუმი და სწორედ რეფერენდუმია ომსა და მშვიდობას შორის. რაც შეეხება ოპოზიციის ყალბ ნარატივს, თავიანთ რეფერენდუმთან დაკავშირებით, თითქოს ეს არის რეფერენდუმი რუსეთსა და ევროპას შორის, ერთი რო თვითონ დაიწყეს, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული პრორუსული მესიჯებით საუბარი, სანქციებს, ასე ვთქვათ, აღარ ემხრობიან, რუს ტურისტებს ხალხაშლილი ელოდებიან. თქვენ გახსოვთ რა მოხდა, როცა ერთი კრუიზი ჩამოდგა ბათუმში, რუსეთიდან ჩამოსული, რამხელა ისტერიკა მოაწყვეს ამასთან დაკავშირებით. დღეს ამ ტელევიზიის მაშინდელი ხელმძღვანელი გამოდის და ამბობს, რომ ნებისმიერ რუს ტურისტს მიესალმება. ხო, ხედავთ აი რა სამარცხვინო ძალებთან გვაქვს რეალურად საქმე, ხო, პოლიტიკური ძალების სახით. როცა ისინი ამბობენ, რომ ეს არის რეფერენდუმი ევროპასა და რუსეთს შორის და რუსეთია ქართული ოცნება და ევროპა არის ეს რადიკალური ოპოზიცია, წარმოიდგინეთ, ვინ უნდათ რომ წარმოგიჩინონ ჩვენ ევროპა. ეს არის იგივე მიხეილ სააკაშვილი, სააკაშვილი და სად ევროპა. სად კრიალოსანი და სად ვირი, ხო? იგივე ხება გვარამიას, როგორ შეიძლება გვარამიას დაარქვა ევროპა რაიმე ფორმით, ხო? როგორ შეიძლება მელია წარმოაჩინო რამენერად, რა კავშირი აქვს ან გვარამიას, ან მელიას, ან ხოსტარიას, ან ჯაფარიძეს, რომელიმე მათგანს ევროპასთან, ხო? ან რა კავშირი აქვს ხაბიიშვილს ევროპასთან, თინა ბოგუჩავას რა კავშირი აქვს ევროპასთან, ხაზარაძეს, გახარიას და ამ შემდეგ, ხო? გუბასანიკიძეს, ეს ადამიანები სალომე სამადაშვილი და ეს ადამიანები არიან ევროპა, ამ ადამიანებს
უნდა მიანდოს ხალხმა ევროპული მომავლის შენება. რა თქმა უნდა, ეს სრული სიყალბეა, როგორ შეიძლება ასეთი სიყალბე გაყიდო, მაგრამ რაც შეეხება რეფერენდუმს, ომსა და მშვიდობას შორის, ეს არის ფაქტები დადასტურებული რეფერენდუმი. მთელი ამ 3 წლის განმავლობაში, თითქმის 4 წლის განმავლობაში იდის გამუდმებული ბრძოლა მშვიდობის დასაცავად ამ ქვეყანაში. სხვანაირად როგორ შეიძლება აიხსნას ეს საჯარო დაყენებული კიდევ ერთხელ ვიტყვი, დახურულ კარს მიღმა რას გთხოვდნენ? ამას არ ვიტყვი, მაგრამ საჯაროდ რო ითხოვდნენ სანქციებთან მიერთებას, საჯაროდ რომ ითხოვდნენ მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას და ეს შემდეგ, ეს როგორ შეიძლება სხვანაირად აიხსნას? ხო, როგორ შეიძლება სხვანაირად აიხსნას ლომჯარიას, გიგაურის, ჭიაბერაშვილის, უსუფაშვილის და სხვების განცხადებები, ხო? ეს ხო ძალიან ნათელი დილემა, რომლის წინაშეც ქართული ხალხი კიდევ ერთხელ დადგება და რა თქმა უნდა, ეს რეფერენდუმი გადაწყდება კიდევ ერთხელ მშვიდობის სასარგებლოდ, იმიტომ რომ ქართულ ხალხს აქვს სათანადო ცოდნა დაგროვული მთელი ამ წლების განმავლობაში. და ანუ თქვენ გაქვთ ნათქვამი, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა აიღოთ ამ არჩევნებზე, თავიდანვე ესეთი განაცხადით მოხვდით და საუბრობთ 60%-ზე. იმ ფონზე, როდესაც არც ერთხელ გადავხედე 60 არ აგიღიათ, საკონსტიტუციო უმრავლესობა იყო, მაგრამ ციფრებში 60% 2012 წლიდან მოყოლებული ქართულ ოცნებას არ აუღია ელოდებით ასე დიდ შედეგს წელს. აი ამ ყველაფრის ფონზე რაზეც საუბრობთ, რომ უფრო მეტი კითხვა პარტნიორების მხრიდან, ოპოზიციაში სხვადასხვა დაჯგუფებები ჩდება და ამაზეც გადავალ, ანუ ადრე იყო არჩევანი თქვა ნაციონალური მოძრაობა ან ქართული ოცნება, ეხლა ესეც გაიშალა, მაგრამ ამ დეტალებში წავალ, აი ეს 60%-ის იმედი რაზე დაყრდნობით აქვს ხელისუფლებას, თუ შეიძლება რომ ასე ვიკითხოთ. ნუ ჩვენ გვაქვს რეიტინგები, სოციოლოგიური კვლევები და ეს არის ერთ-ერთი საფუძველი, რის მიხედვითაც ვაკეთებთ ამ განცხადებას. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ იგივე 2021 წლის, 2020 წლის განცხადებები. კი, ხო, 2020 წელი ავიღოთ, ხო? 2020 წელს იყო მომენტი, როცა ჩვენი რეიტინგი 60%-ს აჭარბებდა, ეს იყო კოვიდის პერიოდი, გახსოვთ მაშინ ვითარება, ეს ხო აპრილი, მაისი, ივნისი, თუმცა შემდეგ კოვიდის პერიოდში გაიზარდა ციფრები და შესაბამისად რეიტინგი დაბლა ჩამოვიდა, რაღაც მომენტში იყო 60%, მაგრამ მაშინაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში ჩვენ ვამბობდით, რომ ველოდებოდით ყოველი მეორე ამორჩევლის ხმის მიღებას. ეს ნიშნავს დაახლოებით 50%-ს და ავიღეთ 48%. 48% დიახ, ავიღეთ ამ არჩევნებში. ზუსტად იგივე განცხადებებს ვაკეთებდით ჩვენ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ, იქაც ვამბობდით, რომ ველოდებოდით ყოველი მეორე ამორჩევლის ხმის მიღებას დაახლოებით 50%-ს და იქაც ავიღეთ 47%, ხო? ანუ რასაც ვამბობდით საბოლოო ჯამში, საზოგადოებას არ ვატყუებდით. თქვენ აქვე შეგიძლიათ ნახოთ ძველი განცხადებები ოპოზიციის, სადაც ისინი ამტკიცებდნენ, რომ იგებდნენ არჩევნებს და საბოლოო ჯამში ასრულებდნენ მორიგი მარცხით ყველა არჩევნებს, ყოველ ჯერზე ატყუებდნენ საკუთარ ამორჩევლს, ხო? ამით მათი ამორჩეველის დაიღალა და ერთ-ერთ მიზეზი სხვადასხვა რატომაც დაბალი რეიტინგი აქვს, ესეც არის, ხო, გამუდმებით ყოველში აცხოვრებდნენ იგივე საკუთარ მხარდამჭერებს. არასდროს ჩვენ არ გვითქვამ 60%. 2021 წელს, 2020 წელს. სამდროს მეოთხევადით არჩევნებზეა საუბარი, ხო? ეს თუ არის ჩვენი რაღაც წინასაარჩევნო პროპაგანდის ნაწილი, მაშინაც ვიტყოდით 60%-ს, ხო? ანუ მოცემულობა თუ იგივეა, ანუ დღესაც თუ გვაქვს 50%-მდე, რატო ვიტყვით 60%-ს, ხო? ანუ ეს არ არის ჩვენი ამოცანა, ჩვენი ამოცანა არის თქვათ ის, რაც დღეს არის ასახული რეიტინგებში და დღეს გვაქვს 60%-მდე, დაახლოებით 60% რეიტინგი და ერთ-ერთი საფუძველი ჩვენი განცხადებების არის სწორედ რეიტინგი. კიდევ ერთხელ გაიმეორებ, როცა არ ქონდა 60% 2020-ში, 2021-ში, არც ვამბობდით 60%-ს, ვაკეთებდით განსხვავებულ განცხადებებს, მაგრამ ახლა რეალურად გვაქვს 60% დაახლოებით კვლევების თანახმად და ამიტომ საუბრობთ 60%-ზე. გარდა ამისა, ჩვენ ყოველ ჯერზე, როცა ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას, ვახერხებთ ხოლმე რამდენიმე პროცენტით შედეგის ზრდას, შესაბამისად გვაქვს ყველანაირი საფუძველი, რომ 60%-ზე მეტიც ავიღოთ ამ არჩევნებში. რა თქმა უნდა, სამი თვე არის ძალიან ბევრი დრო, შესაბამისად არ უნდა მოვდუნდეთ, მაგრამ თუ წარსულ გამოცდილებას გავითვალისწინებთ და გავითვალისწინებთ დღევანდელ რეიტინგს, რეალურად თავისუფლად შეგვიძლია 60%-ზე მეტის მიღება. ეს არის სოციოლოგიურ კვლევაზე დაფუძნებული განაცხადი. არც მეტი, არც ნაკლები. და ბატონო ირაკლი, თქვენ თქვით, რომ ეს სამი თვეა წინ, ხო, თქვენც უნდა იმუშაოთ ამ არჩევნებისთვის, ალბათ საარჩევნო პროგრამები რო გახდება ცნობილი, იმიტომ რომ ითქვა, რომ
პოზიტიური არანაირი გზავნილი რომ საარჩევნო კამპანიის გახსნისას ქართული ოცნებისგან არ მოგვისმენიაო თქვენი ოპონენტები, თუმცა ნუ ალბათ ეს საარჩევნო პროგრამაში იქნება, ამიტომ ამ სიღრმეში არ მინდა წავიდე, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი დაპირება ასევე იყო ნაციონალური მოძრაობის გასამართლება, რაც ერთგვარი რეპრესიების დაანონსებად აღიქვა თქვენმა ოპონენტებმა და ნუ ითქვა ისიც რომ თქვა 12 წელი აღარ არის ნაციონალური მოძრაობა და თუ ვინმე დასაჯელი იყო აქამდე რატო არ დასაჯესო, ანუ მოკლედ ეს არის რაღაცა დაპირება საარჩევნო, რაღაც არც ნუ ამორჩევლის გულის მოსაგება თუ მართლა რეპრესიები უნდა დაიწყოს, ანუ აი რა ფორმით წარმოგიდგენიათ, როდესაც ამას აანონსებს ქართული ოცნების ხელისუფლება, რომ უხდება მათი გასამართლება? ნუ რაც შეეხება გასამართლებას, ძალიან ბევრი ადამიანი გასამართლდა ნაცმოძრაობის წარმომადგენელი, მაღალ დონეზე, საშუალო დონეზე, დაბალ დონეზე, ასობით. მათ შორის სააკაშვილი ასობით ასეთი პირია, სხვადასხვა დონეზე. თუმცა ჩვენ აქვს საუბრობთ არსებითად პოლიტიკური ძალის გასამართლებაზე, ანუ ამ აგენტურის გასამართლებაზე, რასაც თავისუფლად შეიძლება მოყვეს ინდივიდუალურ დონეზე განაჩენებიც, რა თქმა უნდა, თუ დადგინდება რომ პოლიტიკურ ძალასთან, ნუ ყველა მიცის საზოგადოება ზოგადად იცის რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი ამ პოლიტიკურ ძალას, როგორც კი საბოლოო ჯამში სრულად მოიფინება ნათელი ყველა დანაშაულს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეიძლება წავიდეს ბუნებრივი ინდივიდუალურ საშუალებამდეც. რაც შეეხება ფორმებს, ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ აუცილებლად არჩევნების შემდეგ. ეს არის ეროვნული ამოცანა, მე ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ოპოზიცია ეწოდება დამნაშავე კრიმინალურ პოლიტიკურ ძალას, ამ ქვეყანაში დემოკრატიული ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა ვერასოდეს შედგება. ეს არის ერთ-ერთი ეროვნული ამოცანა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას. და როდესაც საუბრობთ რომ არსებობს ასეთი ერთი ძალა 2024 წლის არჩევნებში გვაქვს მოცემულობა, როდესაც აღარ არის მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა, არსებობს კიდევ ერთი გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა სტრატეგია აღმაშენებელი, მელია გვარამიადროა, გირჩი გაერთიანდნენ და ნუ ალბათ იტყვით რომ ეს ნაციონალური მოძრაობა ორია, ეს მოგვისმენია, მაგრამ არის აქეთ ლელო, გახარიები, მათ შეერთებაზე იყო საუბარი, ჯერჯერობით ვერ დაალაგდნენ, მაგრამ რატომ ვთვლი ამას? ანუ ადრე თუ მოცემულობა წეღავ თქვი რომ აი ნაციონალური მოძრაობა და ქართულ ოცნებას შორის პირდაპირ არჩევანი იყო, დღეს არსებობს რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი. შესაძლოა ამან გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე სხვაგვარად, ისედაც შეიძლება, მაგრამ ხო მივხვდით რას გულისხმობ, ანუ მოცემულობა არის უფრო ბევრ პარტიული და ბევრი ცენტრია ოპოზიციური. ხედავთ თქვენ ასე? ეს ხო qalbi დაყოფაა, ხო? ეს დაყოფა საქართველოში მოქმედებს 2016 წლის შემდეგ, 2017 წელს პირველად გაიყო ნაცმოძრაობა. უბრალოდ უფრო მანამდე დაიწყო, უფრო ადრეს დაიწყო ნაცმოძრაობის გაყოფის პროცესი კიდევ 2012 წლის მოწვევის პარლამენტში, შემდეგ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა ეს პროცესი, როცა ევროპული საქართველოს გამოიყო ნაცმოძრაობას, მერე იყო ვაშაძის პარტია და ეს შემდეგ ხო ეს დაყოფა უკვე უამრავი წელია ეს დაყოფა არის დაწყებული, მაგრამ ყველა ხო ხედავს რომ სინამდვილეში ეს ყველა ადამიანი არის ერთი პოლიტიკური ძალა. არავითარი განსხვავება არ არის ნაცმოძრაობას, ახალს გირჩი დროა ხაზარაძეს და გახარიას შორის, ხო, ჩამოთვალეთ ევროპული საქართველო, ეს არის ყველა ერთი პოლიტიკური ძალა, რასაც ჩვენ უწოდებთ კოლექტიურ ნაცმოძრაობას. არავითარი არსებითი თვისებრივი, შინაარსობრივი სხვაობა, განსხვავება მათ შორის არ არსებობს, ხო, იგივე რა ვიღოთ სახეები, ხო, ახალის ბლოკიდან, აბსოლუტურად ყველა არის ნაცმოძრაობის ყოფილი წარმომადგენელი. ხაზარაძე პირდაპირ იყო კავშირში ნაცმოძრაობასთან საერთო. მაგრამ დღეს ყველა თითქოს ცდილობს ასეთი პარტიები, რომ წითელი ხაზი გაავლო ნაციონალურ მოძრაობასთან. მაგრამ ვერ ახერხებენ. რეალურად ხო ვერ ახერხებენ ამას. რეალურად საზოგადოება მიცის, რომ ლელოს გახარიას პირდაპირ ბლოკები აქვს შექმნილი, კოალიციები აქვს შექმნილი 4 მუნიციპალიტეტში. ნაცმოძრაობასთან ერთად. ხო როგორ უნდა მოატყუო ხალხი? ბრენლი ხო არ არის ეს ხალხი. ვერ მოატყუებენ ვერც ერთი, ვერც მეორე, ვერც მესამე, ვერც მეოთხე, როცა მათ აქვთ რეალურად ერთი ფესვები, ხო? ანუ გამორიცხული აქვს ხალხის მოტყუება. საბოლოო ჯამში ეს ყველა ფესვები თქვა იგივე ლელოს გახარიას ხო არა აქვს ნაციონალური მოძრაობის. ლელოს იგივე აქვს, რაც შეეხება გახარია პოლიტიკაში შევიდა. ქართულიდან მოდის ფესვები. კი, მაგრამ გეტყვით გამიმეორებ. რომ მან ეს კავშირები გამოაჩინა ჯერ კიდევ 2019 წლიდან აქტიურად, უკან რო გაყვები მოვლენების ანალიზს უფრო ადრეც ჰქონდა კავშირები 2019 წელს გამოიკვეთა განსაკუთრებით ეს კავშირები და ყველაფერი დაგვირგვინდა იმით რომ 2021 წელს მან შექმნა კოალიცია ნაცმოძრაობასთან. მანამდე პირდებოდა დასრულებას ნაცმოძრაობას და ზუსტად 1 წელიწადში შექმნა კოალიცია ნაცმოძრაობასთან ერთად 4 მუნიციპალიტეტში, ხო? აქედან გამომდინარე ყველაფერი დღესავით ნათელია.
ეს ადამიანი თეორიულად, ეს ადამიანები რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, შექმნიან ერთიან კოალიციას, რომელსაც ერქვა კოლექტიური ნაცმოძრაობა, ხო? ნუ საზოგადოებას როგორ მოატყუებენ? გამორიცხულია საზოგადოება ამით მოატყუდეს. კარგი, და აქვე მინდა ერთიც კითხოთ არჩევნებთან ერთად, ეს წინა საარჩევნოდ იწყებს ხოლმე ხელისუფლება ასეთ გამოძიებას, თქვენი ოპონენტები ამბობენ და იმიტომ გამახსენდა არჩევნებზე, მაგრამ ნუ დღეს მოვისმინეთ სუსის განცხადება, ბოლო რამდენიმე დღეა თვალს ვადევნებთ ამ გამოკითხვებს და საუბარია ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მცდელობაზე. ნუ თქვენმა ოპონენტებმა ამას ღიმილის მომგვრელი უწოდეს, გაიხსენეს საბურავების საქმე, ანუ ამბობენ რომ ყველა არჩევნების წინ ასეთი საქმეები იწყება ხოლმე, თუმცა თქვენ მინდა გკითხოთ, რამდენად სერიოზულია ეს საქმე, რამდენად არსებობს ამის შესაბამისი მტკიცებულებები, ან შესაძლოა თუ არა საზოგადოებამ უფრო მეტი რამ გაიგოს, და გრიფისაიდუმლო ადევს, ძალიან მოკლე განცხადებები კეთდება, თქვა სახელმწიფო უსაფრთხოების მხრიდანაც ამ საქმეზე და რამდენად რეალური იყო ეს საფრთხე. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, თუ შეგიძლიათ გითხრათ? ნუ პირველში თქვენ ხედავთ სხვადასხვა ქვეყანაში რა მოვლენები ვითარდება, რა მოხდა სლოვაკეთში, რა მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის რაღაცა საერთო ხელწერა და რისკები საქართველოში არის განსაკუთრებული, გამომდინარე იქიდან რომ საქართველო არის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი, რაც კარგად გამოჩნდა ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში. შესაბამისად ეს ზოგადი რისკები არსებობდა. ასე მინდა შეგახსენოთ კონკრეტული ევროკომისრის ზარი, რომელმაც მესიჯი გადმომცა პირდაპირ და მოგვიანებით მან აღიარა, რომ საუბარი ქონდა ლიკვიდაციის საფრთხესთან დაკავშირებით, უბრალოდ მან თქვა, რომ პოლარიზაცია გვესროდა ტყვიას. პოლარიზაცია ტყვიებს არ ისვრის, კიდევ ერთხელ ვიტყვი, პოლარიზაცია ტყვიებს ისვრიან კილერები, რა თქმა უნდა, ხო? ნუ სადასანახევროდ, ასე ვთქვათ, გადმოეცა შინაარსს თქვენ მიიღეთ ეს მუქარად გახსოვთ, აი იყოს საუბარი პრემიერ-მინისტრად, ეხლა ფიქრობ თუ ივანიშვილს. არა, ჩემ თავზე არ ყოფილა არის საუბარი, ეს ზოგადი. არა, განცხადებები ესე კეთდებოდა, რომ პრემიერს დაემუქრა. ერთია, მაგრამ იყო მუქარა, უნდა იყოთ ხა ინგლისურში თან მრავლობით ხოლობითი ერთნაირად გამოითქმის, საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად. თქვენ ნახეთ რა დაემართა ფიცო სლოვაკეთში. ეს ხო სიტყვასიტყვით ნათქვამი. ხა ეს ისე იყო ნათქვამი, რომ პოლარიზაცია გვესროდა ტყვიას თუ კილერი გვესროდა ტყვიას, მე მგონი საზოგადოება ხვდება, რომ ამ მოვლენას შორის არავითარი განსხვავება არ არის. ხო, პოლარიზაცია კიდევ ერთხელ ვეთქვი, რომ ტყვიებს არ ისვრის, ხო, ტყვიებს ისვრიან კილერები. ეს იყო ზოგადი გაფრთხილება, თქვენ უნდა იყოთ ფრთხილად. ხომ ნახეთ რა დაემართა ფიცოს სლოვაკეთში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საფრთხეები, ზოგადი საფრთხეები ისედაც არსებობდა. ამას ემატება გამოძიების ინფორმაცია კონკრეტულ სამზადისთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის განსაკუთრებული შეშფოთების საგანი, როცა მით უმეტეს ასეთი მოზაიკა იკვრება. ჩვენ გვმართებს, რა თქმა უნდა, სერიოზული სიფრთხილე, ყველაფრის გათვალისწინებით, საერთო კონტექსტის გათვალისწინებით არის ძალიან მძიმე, ძალიან სერიოზული მძიმე ინტერესები საქართველოს მიმართ და ასეთ პირობებში ნებისმიერი მოვლენისგან უნდა პრევენციულად დაიცვას თავი, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ და ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ. ბატონო ირაკლი, მინდა ასევე გკითხოთ, როდესაც დასავლეთზე ვსაუბრობთ, უკვე ვიცით, რომ ეს 30 მილიონიანი დახმარება შეჩერდა, განუსაზღვრელი ვადით გადაიდოს ღირსეული პარტნიორი და როდესაც ამ ფინანსური ტრანშების შეჩერებაზე საუბარი, ოპოზიცია მუდმივად ამბობს, რომ ქვეყანა ვერ შეძლებს ეკონომიკურად, ვთქვათ, გააგრძელოს რაღაც წინსვლა, ეკონომიკური ზრდა, იგივე ის მსხვილი პროექტების განხორციელება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ამ ფონდებიდან იყო დახმარებები, ხომ მთავრობის და რაღაც კონკრეტული პროექტების მისამართით, ამას გულისხმობ. აისახება თუ არა ეს ფიქრობთ რაღაც წილ ან ინვესტიციებზე, როდესაც მუდმივად საუბრობთ ამ ორმხრივ ეკონომიკურ ზრდაზე, შენარჩუნდება ეს პირიქით ელოდებით თუ აი მოკლედ რა მოლოდინი გაქვთ იმ მსხვილი პროექტების მიმართ, რაც დაგეგმილია და ინვესტიციების მიმართ? ნუ ოპოზიცია ძალიან დიდ იმედებს ამყარებდა ეკონომიკური ზრდის შეფერხებაზე, ლარის კურსის გაუფასურებაზე, იყო ძალიან მოკლევადიანი რყევა კურსის ნაწილში, როგორც გახსოვთ. დაახლოებით 2-3 კვირა გაგრძელდა ინტენსიურად ეს ყველაფერი. თუმცა ყველა მისის დაინახა, რომ ჩვენ ძალიან მალე მოვახერხეთ ვითარების დასტაბილურება. ლარი დაუბრუნდა იმ ნიშნულს, რა ნიშნულსაც იყო მანამდე, ვიდრე ეს მცირე რყევა დაიწყებოდა და რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ჩვენ მაისშიც ჰქონდა აქტიური აქციების ფონზეც კი ჰქონდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა. საშუალო ზრდა პირველი 5 თვის მონაცემებით არის 9.3%, რაც არის ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ივნისის წინასწარი მონაცემებიც არის ძალიან კარგი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საშუალო მაჩვენებელს კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესებთ ივნისის მონაცემების ხარჯზე. სამომავლოდ გარდა ამისა გვაქვს ძალიან სერიოზული პროექტები, ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად აღუდგინოთ ჩვენს ქვეყანას დამაკავშირებელი ფუნქციები
ფუნქცია დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის, სხვადასხვა ეს ხო ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ინგლისში გამართულ სამიტზე, რომელშიც მონაწილეობა მივიღე და იქ საბოლოო ჯამში დასკვნით დოკუმენტშიც გაჩნდა ჩანაწერი საქართველოს განსაკუთრებულ ფუნქციასთან და როლთან დაკავშირებით ენერგეტიკული დაკავშირებადობის კუთხით. ეს რა თქმა უნდა გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, უამრავი პროექტი ხორციელდება, მათ შორის თქვენ იცით რომ ინფრასტრუქტურაში იდება საკმაოდ დიდი ინვესტიციები, მალე დასრულდება ავტომაგისტრალის მშენებლობა თბილისიდან ბათუმის მიმართულებით, გაგრძელდება შემდგომ უკვე სხვა პროექტები, ჩვენ გვინდა რომ დაუკავშირდეთ უკვე აზერბაიჯანის საზღვარს, სომხეთის საზღვარს, გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი მონაკვეთები, რასაც მუშაობა გრძელდება, რკინიგზის მიმართულებით გვაქვს სერიოზული პროექტები, ანაკლიის პროექტი, რომელიც განხორციელებაც ახლოს მომავალში დაიწყება. ჩინეთის სახელმწიფო კომპანიის გამოუკაცრავად შეგაწყვეტინეთ ამ ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე მინდა რომ გქიქით ამ პროექტებთან მიმართებაში თუ არის მათი მონაწილეობა. აქაც თქვენ გახსოვთ, როდესაც თავის დროზე ხაზარაძე საუბრობდა ანაკლიის პროექტზე, ის პირდაპირ ამაყად აცხადებდა, რომ ერთ-ერთი ვინც იქნებოდა ჩართული, იქნებოდა სწორედ ჩინური კომპანია ანაკლიის პროექტის განხორციელებაში და ახლა იგივე ადამიანები კომპანია შესულიყო. ის ინფორმე რომ ერთი საქართველოს იტოვებს აქციების 51%-ს. ყველაფერი არ შეიძლება ასეთ სამარცხვინო რაღაცა სპეკულაციებით ცდილობდა გახვიდე ფონს, როცა ქვია პოლიტიკოსი, ხო? სამარცხვინო ეს სპეკულაცია, როცა ხედავ რომ სახელმწიფომ ყველაფერზე იზრუნა და იტოვა წილის 51% იმისათვის, რომ სტრატეგიული მდგომარეობა ქონოდა ამ პროექტთან მიმართებით და აქაც ხა ცდილობს სპეკულირებას, საზოგადოება ხო ყველაფერს ხედავს. ამიტომ აქვს ამ პოლიტიკურ ძალებს ასეთი დაბალი რეიტინგი, ამიტომ აქვს ლელოს იგივე 4%-ზე ნაკლები რეიტინგი და კოლექტიური ნაცმოძრაობას თავიდან ბოლომდე შანსი არ აქვს. ელისაშვილი დაეხმარება 0.1% და შეიძლება ელისაშვილი ადრეს რომ შეერთნათ. ხო, ნუ ამ თქვენ ფიქრობთ რომ ცალკე ლელო და ელისაშვილი და ეს გაიგე. ეს დღევანდელი მოცემულობით არავითარი შანსი არ აქვს ლელოს რომ გადალახოს ბარიერი. კარგი და დაუბრუნდეთ, საუბრობდით პროექტებზე და ჩინეთი ვახსენეთ და ჩვენ მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში, მან თქვა მადლობაც გადაუხადა ჩინეთს ამ სტრატეგიული პარტნიორობისთვის, თუმცა იქვე ხაზგასმით თქვა რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ვერ ჩაანაცვლებს თქვა ევროპასთან და ამერიკასთან პარტნიორობას. დღეს დგას ასე საკითხი იგივე პარტნიორების მხრიდან, შიგნით ოპონენტების მხრიდან, რომ ისინი ამბობენ რომ ამით შესაძლოა ჩანაცვლება მოხდეს და თქვა ჩინეთი გახდეს უფრო სტრატეგიული თუ არ ვიცი მთავარი პარტნიორი. კიდევ ერთხელ ვიტყვი რა არის ჩვენი ამოცანა არის ის რომ ჩვენ ქვეყანას აღუდგინოთ ტრადიციული ფუნქცია. ეს არის დამაკავშირებელი ფუნქცია, ეს არის დაკავშირება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ევროპასა და აზიას შორის, იმისათვის რომ რას მისცემს ეს ქვეყანას? ეს მისცემს, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს განვითარების ძალიან სწრაფი ტემპი, 9.7% იყო 2021-22-23 წლების საშუალო ეკონომიკური ზრდა ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ ჩვენი ეკონომიკა არის, რა თქმა უნდა, სუსტი, ხო? თუ იგივე დასავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკა ერთსულ მოსახლეზე ზოგჯერ არის, ვიცი, 30,000 დოლარი და შეიძლება მეტიც იყოს, იგივე ირლანდიის შემთხვევაში, ჩვენ შემთხვევაში $8,000 გადავსვით და $9,000-მდე ავდივართ წელს ეკონომიკის კუთხით. იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანა გავაძლიეროთ, ჭირდება მაქსიმალურად სწრაფი ეკონომიკური ზრდა. სავალუტო ფონდის პროგნოზი არის ძალიან კარგი. 2029 წლისთვის, მაგალითად, ცხოვრების დონეებს შორის სხვაობა იგივე საქართველოსა და საფრანგეთს შორის, ხო, ორი ქვეყანა რო ავიღოთ, საქართველო და ერთ-ერთი განვითარებული დასავლეთ ევროპული ქვეყანა საფრანგეთი 2 მაგამდე შემცირდება. მაშინ, როდესაც თუნდაც საბერძნეთთან ცხოვრების დონეებს სხვაობა 90-იან წლებში იყო 14 მაგი. წარმოიდგინეთ, საბერძნეთთან სხვაობა მცირდება დაახლოებით 45%-მდე. 14 მაგიდან 45%-მდე. ანუ პროგნოზი ისედაც კარგია, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა რომ მაქსიმალურად სწრაფად დავუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს, რა თქმა უნდა. დრომოდივად არის საუბარი რომ გაზრდილ ფასებზე კამპანიას კი ქონდა თქვენს ოპონენტებს, თუმცა კამპანიას რომ გავეშვათ, ხო, ამაზე მუდმივად საუბრობენ რაღაც პროდუქტი გაძვირდა, ანუ კონკრეტული ადამიანები აი ამ ციფრების ზრდას, რაზეც მუდმივად საუბრობს ხელისუფლება, როდის იგრძნობს? აი 9.3, 10.1 ეს ხო რიგითი მოქალაქისთვის არაფერი. ზრდა გვაქვს ჩვენ ყოველწლიურ რეჟიმში და შესაბამისად ცხოვრების დონის გაუმჯობესებაც გვაქვს ყოველწლიურ რეჟიმში.
თქვენ რო აიღოთ კონკრეტული ინდიკატორები, ხო, მაგალითად, რამდენი ბინა გაიყიდა საქართველოში 2012 წლიდან მოყოლებული განსაკუთრებით 2020 წლის შემდეგ 2021 წლიდან, ხო? ამ ბინების 80%-ზე მეც ყიდულობენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში. კი, 80%-ზე მეც. რუსეთიდან, უკრაინიდან და ამბობდნენ რომ ყიდულობენ. 20%-ის პარკლებში არის, მაგრამ 80%-ზე მეც ყიდულობენ საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, 80%-ზე მეც. ავტომობილების რაოდენობა 2012 წელთან შედარებით არის 3-ჯერ და მეტად გაზრდილი, ხო? იტყობა მოძრაობა ქალაქში თავისუფლად. ეკონომიკა ვითარდება და ბევრად მეტ 3-ჯერ მეტ ადამიანს ჰქონდა იმის საშუალება, რომ შეეძინა ავტომობილების ხარისხის გაუმჯობესება და ასე შემდეგ, ხო? შედარება არ არის 2012 წელთან, ხო, რო აიღოთ ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს არის ყოველწლიური პროცესი, მაგრამ ჩვენ გვჭირდება, რომ ქვეყანა უნდა დაეწიოს ევროპულ სტანდარტებს. ჯერ კიდევ გვაკლია ბევრი დასავლეთ ევროპულ სტანდარტებამდე, გვაკლია შედარებით ნაკლები, ბევრად ნაკლები, მაგრამ ჯერ კიდევ გვაკლია იგივე აღმოსავლეთ ევროპის სტანდარტებამდე. ეს არის კონკრეტული, მაგაც უამრავი სპეკულაცია, არის ერთ-ერთი ევროკავშირის ქვეყანა, არ დავასახელებ, შეგნებულად რო არ ვაწყენინო ვინმე, სადაც დღეს სიღარიბე არის 22%. ევროკავშირის წევრ ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ეკონომიკური ზრდა იმისათვის, რომ თანდათანობით დავეწიოთ ევროპულ სტანდარტებს. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა არის სიღარიბის განულება, ხო? ეს არის ერთ-ერთი ეროვნული ამოცანა. სწრაფი პროგრესი გვაქვს აქაც, რო აიღოთ თქვენ მონაცემები, შარშან 15.4% იყო სიღარიბე და წელს ჩამოვიდა 11.8%-მდე. ეს რაც შეეხება შედარებას 2012 წელთან, 2012 წელს სიღარიბე იყო 30%. ეს ნიშნავდა, წარმოიდგინეთ, რომ 1,100,000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ხარჯს მიღმა 2012 წელს და შარშანდელი მონაცემებით ეს მაჩვენებელი ჩამოვიდა 435,000 ადამიანამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ თითქმის 700,000 ჩვენმა თანამოქალაქემ თავი დააღწია სიღარიბეს. ეს ყველაფერი არის ფაქტები, ხო? ბიუჯეტში საიდან შემოდის რამდენჯერმე მეტი თანხა, ვიდრე შემოდიოდა 2012 წელს. შემოდის ეკონომიკური ზრდის წყალობით, ხო? აქაც ველოდებით წელსაც, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მაღალ ეკონომიკური ზრდას, რაც გამოიწვევს ბიუჯეტის ზრდას, მოსახლეობის შემოსავლების ზრდას და ასე შემდეგ. ეს არის ყოველწლიური პროცესი. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია ევროპულ სტანდარტებამდე, ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია სიღარიბის განულებამდე, მაგრამ თუ ასე გავყვებით პროცესებს, ჩვენ უკვე 2030 წლისთვის არსებითად გვექნება შედეგად გარდატეხა სოციალური, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის თვალსაზრისით და სიღარიბე თითქმის განულდება, თუ არა სრულად თითქმის განულდება უკვე 2030 წლისთვის, თუ ჩვენ ამ ტემპით და გავაგრძელებთ ზრდას და კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს ეკონომიკურ განვითარებას. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა და ამ პირობებში ეს ყველაფერი, კარგი ტემპით ვითარდება, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ მთელი აქცენტი ჩვენი შიდა თუ გარე კეთილმოსურნეების იყოს გადატანილი ამ საკითხებზე, ხედავთ რამხელა წნეხის და ზეწოლის ქვეშ არის საქართველო, ხო? განსხვავებული განვითარება არის ის, რასაც ხედავთ უკრაინაში. და მე მინდა შეგახსენოთ რა მძიმეა უკრაინის, თქვენ გახსოვთ როგორ საუბრობდნენ უკრაინაზე, შურდათ უკრაინის. ეს არის მათი სიტყვები, შურდათ უკრაინის 2022 წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული, დღემდე შურდ უკრაინის. კი, პირდაპირ საუბრობდნენ, ამ სიტყვას იყენებდნენ, შურს უკრაინის, უკრაინელი ხალხის, ხო? არაერთ გზის სიტყვა ეს სიტყვები. მაშინ, როდესაც უკრაინაში დღეს რუსეთს აქვს ოკუპირებული 2.5-ჯერ მეტი ტერიტორია, ვიდრე ქონდა 2022 წლის თებერვლამდე, ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის 9-ვარი განადგურდა, 8 გიგავატის მოცულობა აქვს განადგურებული უკრაინას, 9-ვარი ელექტროგენერაციის. წარმოიდგინეთ, ამის აღდგენას თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი წელი დაჭირდება. ამაზე აღარ საუბრობთ საერთოდ ადამიანურ მსხვერპლზე, ხო, 10,000-ობით ადამიანია დაღუპული, 100-ობით ბავშვია დაღუპული, სრული კატასტროფა. სტატისტიკა გამოქვეყნდა 20-24 წლის უკრაინელი მამაკაცების, ახალგაზრდა ბიჭების 2/3 ჯერ კიდევ 6 თვის წინ იყო, ან გაქცეულია ქვეყნიდან, ან დაიღუპა. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, გენოფონდი გაუნაკო და ახლა წარმოიდგინეთ, რომ ოპოზიცია შურს უკრაინის
და გულის შესწრება წყალებში საქართველოს. ხო, ყველა ხდება აქ რა ინტერესებით მოქმედებენ ეს ადამიანები, ისინი მოქმედებენ არა საქართველოს ინტერესებით, არამედ კონკრეტული გარეძალების ინტერესებით. ვუსურვოთ უკრაინას გამარჯვება ამ ომში და მინდა რაღაც გამარჯვებაზე და პოზიტიური ამბით მაინც დავასრულოთ ჩვენი ინტერვიუ რთული წელზე ვსაუბრობდით. წელს სპორტში მქონდა ყველაზე დიდი წარმატება და რაღაც აღუწერელი სიხარული მოგვანიჭეს ქართველმა ფეხბურთელებმა. წინ ახლა ოლიმპიადა თქვენ მიემგზავრებით ამ ოლიმპიადაზე, ველით თუ არა იგივე ტიპის გამარჯვებას და რაღაც ბევრი медаლი ჩამოვა თუ არა საქართველოში ოლიმპიადიდან. მოდით ამით დავასრულოთ ინტერვიუ. მე გადავხედე ჩვენი ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობას და წელს ყავს გამორჩეული შემადგენლობა. არის არაერთი ოლიმპიური ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი, მსოფლიო ჩემპიონი და მსოფლიო პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი და პრიზიორი. ყავს გამორჩეული შემადგენლობა და რა თქმა უნდა ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ წლევანდელი ოლიმპიადა იქნება რეკორდული მოპოვებული მედლების და მოპოვებული ოქროს მედლების თვალსაზრისით. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა და დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენი სპორტსმენები ამ შედეგს მიაღწევენ. ძალიან კარგი ტემპი აქვს აღებული ქართულ სპორტს, ძალიან დიდი მიღწევები გვაქვს როგორც გუნდურ სახეობებში, ასევე ინდივიდუალურ სახეობებში და რა თქმა უნდა თითოეულ სპორტსმენს ოზარვავე ჩვენს სპორტსმენს მინდა ძალიან დიდი წარმატებები უსურვო, მინდა უსურვო ჩემპიონობა, მინდა უსურვო წარმატებები ამ ოლიმპიადაზე და მაქვს ძალიან დიდი იმედი რომ ახლა სარეკორდო იქნება ეს ჩემპიონატი. და ვიხილავთ პრემიერ-მინისტრის გულშემატკივართა შორის, თქვა ფეხბურთზე ნახეთ, ანუ დაესწრებით. ოლიმპიადა ერთი თვე გრძელდება და ერთი თვე გამიჯერდება წასვლა, თუმცა მაქსიმალურად ვესწრები რომ დავესწრო ღონისძიებებს და ვიქნები აუცილებლად ოლიმპიადის გახსნაზე, სადაც ვარ ოფიციალურად მიწვეული. დიდი მადლობა რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს, წარმატებებს გისურვებთ, წინ საკმაოდ რთული შემოდგომა ელის ქვეყანას და ვისურვებდი რომ მშვიდობიანად გადაიაროს ეს არჩევნები ამ ქვეყანამ. მადლობა რომ პასუხობდით ჩემს კითხვებს.